ზესტაფონში ისევე როგორც ქვეყნის ყველა რეგიონში თვითმმართველობის არჩევნები დილის 8 საათიდან დაიწყო. უბნები საღამოს 8 საათამდე იმუშავებს. ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ დაითვლება ხმები და რამდენიმე საათში ცნობილი გახდება წინასწარი მონაცემები იმის თაობაზე, თუ ვინ გახდება მუნიციპალიტეტის მერი და როგორი იქნება საკრებულოს შემადგენლობა. მინდა მშვიდობა ქვეყნისთვის, ჩვენთვის, ბავშვებისთვის, ყველასთვის. მოვიდნენ და თავის ხმა დააფიქსირონ. დებული არიან, თავის ხმა დააფიქსირონ, ამას არ ვაკონკრეტებ, რომელ პარტიას მისცემენ, ვის მისცემენ ხმას, მთავარია რომ მოვიდნენ და თავისი აზრი დააფიქსირონ. მამივეცი, რა ვიცი, ჩემთვის სასურველ კანდიდატს. მშვიდობიანი ქვეყანა უნდა გქონდეს და მშვიდობა უნდა იყოს, სხვა რა ვთქვა, რა უნდა ვთქვა, არ ვიცი. ველით მოვლენებს რაც იქნება და როგორც წავა ჩვენი ცხოვრება და ყველაფერი კარგი. რა ვიცი, იმედია კარგად იქნება ყველაფერი. ჩემი არჩევანი გავაკეთე, დავაფიქსირე, როგორც მე ვფიქრობ, რომ ჩვენი არჩევანი იყო დღესდღეობით ჩვენი სამშობლოსთვის, გავაკეთე ისეთი სწორი არჩევანი ჩემი აზრით. აუცილებლად უნდა მოვიდეს ყველა არჩევნებზე და დააფიქსირონ თავიანთი ხმები. ხმას მივეცი მშვიდობას და ღმერთმა მომასწროს, რომ ესენი ერთმანეთის ქართველები რო ვართ, ეს გამაგებია და ის სხვა ქვეყნის არ არის და მე სხვა ქვეყნის. მთავარია ვიყოთ ყველანი კარგად სამშობლოში და ოპოზიციაც იყოს და იარსებოს, მაგრამ ასე მტრული განწყობა არ მიყვარს. ზესტაფონის მერობისთვის 3 კანდიდატი იბრძვის. მმართველი პარტიიდან ვახტანგ ხამბაშიძე, პარტია საქართველოდან გიგი ნებიერიძე და ქართლოს პერანიძე კოალიცია გახარია საქართველოსთვის და ლელო ძლიერი საქართველოს საერთო კანდიდატი. მე-6 უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი ვახტანგ ხამბაშიძე. თქვა რომ ხმა მისცა მშვიდობას, ქვეყნის უწყვეტ განვითარებას და უკეთეს მომავალს. მინდა გადავხადო ჩემს ზესტაფონლებს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამ დღეების მანძილზე გრძნობდი თითოეული მათგანისგან. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს კიდევ ერთხელ ვიზეიმებთ ამ დიდ გამარჯვებას და რომელიც დაფუძნებულია მშვიდობასა და განვითარებას. არჩევნების დღეს 52701 ამომრჩევლისთვის ქალაქ ზესტაფონსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში 45 საარჩევნო უბანი მუშაობდა. უბანი გაიხსნა ყველა წესთა კანონის დაცვით, მეთვალყურეებთან ერთად. პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ატმოსფეროში. ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალია. უკვე ამ დროისათვის მოსულია ამორჩეველთა 40%-ზე მეტი და ველოდებით სადღაც 60-დან 70%-იან აქტივობას. 51 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით დღის 3 საათისთვის უბნებზე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. მისივე თქმით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და შესაბამისად ოლქში არც ერთი საჩივარი არ შეუტანიათ. ზესტაფონის საარჩევნო ოლქში 45-ვე უბანში არჩევნები გაიხსნა, დაიწყო თავის დროზე, შესაბამისად 8 საათზე გაიხსნა უბნები. წყნარ და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს ამ დროისათვის არჩევნები 45-ვე საუბნო საარჩევნო კომისიაში, რაც შეეხება აქტივობას, დღის 15 საათისთვის მოსულია 17829 ამომრჩეველი, რაც საერთო ამომრჩევლების 33.8%-ია, საკმაოდ მაღალი აქტივობა არის ამ დროისათვის, რაც შეეხება რაიმე ტიპის დარღვევას, პროცედურულს, საჩივარს, განცხადებას, არც ერთ უბანზე წარმოდგენილი არ არის შესაბამისი საჩივარი. გადასატანხმების მეშვეობითაც მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცედურა. 9 საათი არის კანონმდებლობის შესაბამისად 9 საათიდან იწყება გადასატანის საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცესი და ბუნებრივია 19 საათამდე გაგრძელდება საჭიროების შემთხვევაში. ბევრ უბანზე უკვე დაბრუნებულია გადასატანის საარჩევნო ყუთი. რაც შეეხება შედეგების გასაჯაროებას, წინასწარი შედეგები ჩვენ გვეცოდინება, მოგეხსენებათ, რომ ელექტრონული აპარატების გამოყენებით მიმდინარეობს ზოგადად საარჩევნო პროცესი, არჩევნები კენჭისყრად ტარდება ელექტრონული აპარატების გამოყენებით და შესაბამისად არჩევნების დასრულებიდან რამოდენიმე წუთში უკვე ჩვენ შესაძლებლობა გვექნება გავეცნოთ წინასწარ შედეგებს. კიდევ ერთხელ დავძენ, ეს არის წინასწარი შედეგები, საბოლოო შედეგები, ბუნებრივია კომისიის წევრების გადათვლის შესაბამისად შედგება შემდეგ შემაჯამებელი ოქმი.
4 ოქტომბერს უფლებამოსილების 4 წლიანი ვადით 64 მერისა და 64 საკრებულოს 2058 წევრის არჩევა მოხდება. მუნიციპალური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიციური გაერთიანებების ნაწილი პროტესტის ნიშნად ბოიკოტს უცხადებს. 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა ნაციონალურმა მოძრაობამ, კოალიცია ცვლილებებისთვის, ფედერალისტებმა და სხვა ოპოზიციურმა გაერთიანებებმა. არჩევნებში მონაწილეობს ლელო ძლიერი საქართველო და პარტია გახარია საქართველოსთვის. ეს ორი პარტია არჩევნების ფარგლებში თანამშრომლობაზე შეთანხმდა. მათ შესაბამისი მემორანდუმი გააფორმეს და რამდენიმე საარჩევნო ოლქში მხარდამჭერებს ურთიერთშეთანხმებული კანდიდატები წარუდგინეს.